ზესტაფონის ბიუჯეტი 2025 დამტკიცებულია. ახალი წლიდან მომდევნო 12 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას სამოქმედო გეგმის მიხედვით ასათვისებელი ექნება 35,892,000 ლარი, რაც 2024 წლის დამტკიცებულ მაჩვენებელზე თითქმის 5 მილიონი ლარით მეტი, ანუ ზრდა 16% შეადგენს. მთავარი პრიორიტეტები, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში გვეუბნებიან, სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებებია. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხდომაზე განმეორებით წარმოდგენილი 2025 წლის ბიუჯეტის მოცულობა პირვანდელ წარდგენილ ბიუჯეტთან მიმართებაში გაზრდილია 1,622,000 ლარი. ფინანსთა სამინისტროდან გადმოცემული პარამეტრების შესაბამისად არსებული რესურსი გადანაწილებულია როგორც საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების წარმოდგენილ წინადადებებზე, ასევე სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე. საკრებულოს წინადადებები ძირითადად შეეხებოდა მოსახლეობის სოციალურ მხარდაჭერას, კერძოდ გაიზარდა ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დახმარების პროგრამა, კერძოდ ახალშობილები, მესამე და მეოთხე და მეტი ახალშობილის ოჯახზე დახმარება გაიცემა 500 ლარის ოდენობით. ასევე დამატებული იქნა პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობების უსინათლოების დახმარებას დაემატა ღონისძიება ბავშვობიდან მხედველობით ზომიერად გამოხატული ოჯახების დახმარება და გაითვალა 40 ლარის ოდენობით თვეში. ბიუჯეტის მოცულობამ შეადგინა 35,892,000 ლარი, რაც პარამეტრები შემოსავლის კუთხით მოზიდული იქნება ქონების გადასახადში 5,200,000 ლარი, დამატებით ღირებულების გადასახადში 27,253,000 ლარი. გრანტის სახით მოზიდული იქნება 299,900 ლარი. არასაგადასახადო შემოსავლების კუთხით 3,99,000 ლარი. არაფინანსიური აქტივების კლებით მიღებული შემოსავალი 50,000 ლარი. ბიუჯეტის მოცულობა გადასახდელების მიხედვით გაწერილია 7 პრიორიტეტში, კერძოდ ინფრასტრუქტურას მოხმარდება 12,114,000 ლარი. დასუფთავება გარემოს დაცვას 3,59,300 ლარი. განათლებაზე დაიხარჯება 6,53,300 ლარი. კულტურის კუთხით 4,553,000 ლარი. ჯანდაცვაზე 269,900 ლარი. სოციალური კუთხით მიმართულია 3,440,000 ლარი. ეკონომიკის განვითარებაზე 15,300 ლარი. საერთო დანიშნულება მმართველობას მოხმარდება 6,386,000 ლარი. 24 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 25 წლის ბიუჯეტი გაზრდილია 4,79,900 ლარი, ანუ 16% ზრდის მატებით. გაზრდილ საბიუჯეტო პარამეტრებს მმართველი გუნდის სრული მხარდაჭერა ჰქონდა. ჩატარდა საკრებულოს ხდომა, სადაც ასე თქვა წარმოდგენილი იყო ჩვენი რაიონის მთავარი ასე თქვა დოკუმენტი, ბიუჯეტი, სადაც ხმათა უმრავლესობით მოხდა დაჭერა, ასე ვთქვათ დაუჭირეთ მხარი უმრავლესობამ. ვფიქრობ ძალიან ასე ვთქვათ კარგი პროექტების განხორციელების საშუალებას მოგცემს აღნიშნული ბიუჯეტი, რაც გადათვალისწინებული არის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, სოციალური პროექტები, კულტურა, სპორტი, ახალგაზრდული მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ძალიან ასე ვთქვათ ნაყოფიერი და პროდუქტიული წელი იქნება 2025 წელი თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის და ვფიქრობ, რომ ის გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც არის ჩვენ ქვეყანაში, სტაბილობა და მშვიდობა უპირველესად არის იმის გარანტია, რომ ბიუჯეტი ხარჯვითი ნაწილი იქნება პროდუქტიულად და რაციონალურად ჩვენი რაიონის და ჩვენი ქვეყნის აკეთილდღეოდ. ძალიან კარგად არის პრიორიტეტები განსაზღვრული და აქედან გამომდინარე არავითარი უფლება არ მქონდა, მხარი არ დამეჭირა, იმიტომ რომ ძალიან კარგი ბიუჯეტია, კარგი შედგენილი დაახლოებით თვეების განმავლობაში მუშაობდით მის შედგენაზე, ჩართული იყო მთელი საკრებულოს წევრები ამაში
მომზადებაში ჩვენ ერთხელ ჩავაბრუნეთ ეს ბიუჯეტი მერიაში რაღაც ცვლილებების გამო, შემდეგ ისე ამოვიდა და რაღაც ერთწლოვნება იყო ბიუჯეტის მიმართებაში, ხერხემალ დაუჭირეთ ხარი ყველამ. შან ბიუჯეტი იყო 29 მილიონი დაახლოებით. წელს არის 35 მილიონამდე, რაც საშუალებას გვაძლევს იმისათვის, რომ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელოთ და მეტი სოციალურ პროგრამებში ჩავდოთ ეს თანხები. ასევე ველოდებით წლის ბოლოს RGF-ის თანხებს ცენტრალური ბიუჯეტიდან და რომელიც სადღაც ალბათ 54 მილიონამდე გაიზრდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ზესტაფონის რაიონი ერთ-ერთ სანიმუშო რაიონად უნდა იქცეს მომავალ წლისთვის. პროექტის წინააღმდეგ წავიდა საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია. ჩატარდა საკრებულოს ხდომა, მიღებული იქნა ბიუჯეტი, ჩვენ ძირითადად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციამ არ დაუჭირეთ მხარი, იმიტომ რომ ამ ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული ის ძირითადი რაც ხალხს აწუხებს და აქედან გამომდინარე ჩვენ არ დაგვიჭერია ბიუჯეტისთვის მხარი. მიმდინარე 2024 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მოცულობა ამ დროისთვის 55,917,000 ლარს აჭარბებს. ეს მას შემდეგ, რაც რეგიონული განვითარების ფონდიდან ზესტაფონისთვის 1,119,000 ლარზე მეტი გადმოირიცხა. თანხის განკარგვის მიზნობრიობაზე სპექტრთან მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ია ჭუმბაძე საუბრობს. ცვლილებები შევიდა მუნიციპალიტეტის 2024 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში. კერძოდ, რეგიონალური განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტს დამატებით გადმოეცა 1,119,500 ლარი შემდეგი ღონისძიებების დასაფინანსებლად. საწაბლის გზის რეაბილიტაციაზე 584,000 ლარი, ფუთის გზის რეაბილიტაციაზე 280,000 ლარი. კვალიტში გუნიავების გზის რეაბილიტაციაზე 47,500 ლარი, გორგასალის ქუჩის რეაბილიტაციაზე 207,300 ლარი. გაიზარდა ბიუჯეტი არსებული თანხით და ბიუჯეტის მოცულებამ შეადგინა 55,900,000 ლარი. ეს მდგომარეობით აღწერის ფარგლებში გამოკითხულია უკვე 3 მილიონზე მეტი მოქალაქე. თუმცა პროცესი აქტიურად მიმდინარეობს დღესაც, რომლის დასრულებასაც კიდევ სჭირდება რამდენიმე დღე. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მიმდინარე თვის ბოლომდე პროცესის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. ასევე პარალელურად გვინდა ავამოქმედოთ თვით რეგისტრაციის კითხვარი, რომელიც მისცემს მოქალაქეებს დამოუკიდებლად ელექტრონული კითხვარის შევსების შესაძლებლობას. ეხლა ვიყოფებით ზესტაფონის ფეროშენადობთა ქარხანაში. ქარხნის პირველი საამქროს გაზგამწვენზე მიმდინარეობს ფილტრების განახლების პროცესი. მოგეხსენებათ, ქარხანა იმყოფება დროებითი მართვის რეჟიმზე, რამაც შესაძლებლობა მოგცა აქტიურ რეჟიმში განხორციელებია მიმდინარე გარემოსდაცვითი პროექტები, მათ შორის გაზგამწვენდის განახლება და ასევე ყველა ის ტექნიკური გადაიარაღება, რომლისთვისაც აუცილებელია ქარხნის გაჩერება. შესაბამისად, ვცდილობთ მაქსიმალურად ფორსირებულ დროში და ძალებით მოვახდინოთ ყველა მიმდინარე გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრა. მოგეხსენებათ, მეოთხე საამქროს გაზგამწვენზე მოხდა ფილტრების განახლება, ეხლა ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს უკვე პირველი საამქროს გაზგამწვენზე, სადაც ხდება იტალიური ხარისხის ფილტრების ძველი სახლის ჩანაცვლება და ხსენებული პროცესი გაგრძელდება, რათა ქარხნის ექსპლუატაციაში შესვლის მომენტში ქარხანა შეხვდეს მაქსიმალურად მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტებით. ამჟამად ჩვენ ვატარებთ სამუშაოებს ნომერ პირველი საამქროს გაზგამწვენზე. იცვლება ძველი ფილტრები ახლით ტესტორის ფირმისა 960 ცალი ფილტრი. ვასრულებთ რამოდენიმე თვის უკან დაგებული ფილტრების გასუფთავებას, ვახდენთ კვამგაწოვის შემოწმებებს და ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ გამართულად შევხვდეთ ღუმელების ჩართვას.